ყველა იმ ქართველის დედავატირე, ვინც აი ამ ადამიანს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებთ კომენტარებში და ასე შემდეგ რა. 17 ბრძოლა, რომელიც მან ჩაატარა და სიამოვნება მოგვანიჭა ამდენი ხნის მანძილზე. ერთი ბრძოლა, რომელიც დაჟე ალექსანდრე რო ეუბნება, რომ უნდა გავაჩეროო და ნო სამჯერე ეუბნება, არ უნდა კიდევ გაჩერება ადამიანი, რომელიც თვალებიდან ვეღარ იხურება, აი ასეთ მებრძოლზე უშვერი სიტყვებით კომენტარებში რაღაცეებს წერთ და ასე შემდეგ რა. ვინც ფიქრობთ, რომ შეიძლება გაყიდულია და სხვადასხვა თქვენი მოსაზრებები გაქვთ, ყველას პატივს ვცემ. უბრალოდ გაყიდვასთან დაკავშირებით მე ვერ დავიჯერებ, ხოლო რასაც დავიჯერებ, ეს არის დოპინგი რა. ჩემი გადმოსახედიდან გეიჯი ამ რთობრძოლაში დოპინგით იყო, აი 99% მჯერა. აი დააკვირდით მეგობრებო, აი ამ ვიდეოს დააკვირდით. ილია როგორ გააზრებულ დარტყმებს აკეთებს მეგობრებო. უბრალოდ დააკვირდით რა, როგორ მნიშვნელოვან დარტყმებს აკეთებს, რას უშვება, გვიძნი გაუნათურა და გადაყავს მიწაზე. უბრალოდ შემდეგ რაც განვითარდა, აი იმას უკვე აღარ მივესალმები, არ უნდა ეჭიდავა. უბრალოდ მძიმე ჩაქუჩების სახეში უნდა გაეგრძელებინა და დასრულდებოდა ილიას გამარჯვებით რა. ხოლო რატომ ჯერა რომ დოპინგი ქონდა მიღებული გეიჯის, დააკვირდით მეგობრებო, როდესაც მეოთხე რაუნდი რჩება და ილია გადის თავის კუთხისგან, ძალიან ჩვეულებრივად მიუხედავად იმისა, რომ როგორი მუხლი ხდება ნეკნებში, მაინც თავისუფლად დგება და მიდის თავის კუთხისგან. მით უმეტესად საერთოდ ვერ ხედავს თვალებიდან და ის კიდევ ჯერ მუხლებზეა და ნევნელად ძლივს დგება, ისეთ მდგომარეობაშია. ხოლო როცა გებულობს რომ იგი გამარჯვებულია, back flips აკეთებს, რაც წარმოუდგენელია. ნახეთ შემდეგ. პლუს პოსტი, რომ ღვიძლი განადგურებული აქვს და ძალიან ტკივა. აი როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ ესეთ მდგომარეობაშია კაცი და უკანა ხტომს აკეთებს. ანუ წარმოუდგენელია. ჩემთვის დარწმუნებით ვიძახი 99%, რომ დოპინგით იყო წარმოდგენილი გეიჯი რა და ჩემთვის ილია დამარცხებული არ არის. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ.